გაზაფხულზეც ვაპროტესტებდი მე, როდესაც კანონი მიიღეს. მაგრამ რაღაცნაირად ყველა მას შემდეგ ველოდებოდით არჩევნებს და გვეგონა რომ არჩევნებზე ყველაფერი შეიცვლებოდა. არჩევნებზე არათუ არ შეიცვალა და არჩევნები გაყავდა. დაიწყო საოცარი რეპრესიები, რომელსაც ალბათ ვერავინ წარმოვიდგენდით. ესეთ რამეს ნამდვილად ვერავინ წარმოვიდგენდით. დღეს უკვე ქვეყნის კურსის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია გავაპროტესტოთ ის, რომ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება. ანუ აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, თან უკვე მერამდენე დღეა დაჭერები, ძალადობა, ამდენი ნაცემი ადამიანი. მე მგონი ესეც საკმარისია იმისთვის, რომ გარეთ გამოვიდეთ და ერთ დავამატებ. ბევრ ადამიანს გონია, რომ თუ მას პირადად არ ეხება და თუ მას თვიდან თქვენდე ხელფასი ერიცხება, არც შეეხება. ეს ასე არ არის. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში აღარ იქნება, აუცილებლად დაისახება ეს ეკონომიკაზე, რაც ოდნავ ხანგრძლივი პროცესია და აუცილებლად თქვენი ხელფასი აღარ იქნება ისეთი მსყიდველობით უნარიანი, როგორიც არის დღეს. და ეს მოხდება თუ სასწრაფოდ ახლა დღესვე, ხვალვე არ გავაპროტესტებთ. ანი, როგორი მოლოდინები გაქვს ამ მიმდინარე პროტესტის გაგრძელებას? მოლოდინი მაქვს პოზიტიური, სხვა შემთხვევაში არ ვიცი, ალბათ მოგინიდანაც ვერ ავდგებოდი, იმდენად მძიმედ გრძნობთ ყველა თავს, მაგრამ გააზრების შემდეგ, ბევრი ფიქრის შემდეგ მოლოდინი პოზიტიურია, იმიტომ რომ ბევრი თანამოაზრეა ჩემს გარშემო, ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც ახლა სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები ვართ, მეც უკვე ჩავეწერე ჩემი YouTube არხის გამო, რეჰანის გამო, შეკრებილები და ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც ამა თუ იმ სფეროში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, არის ამ აზრზე. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ სხვანაირად საქმე არ გაკეთდება და ესეც ხშირად მithქვამს, რომ ძალიან კარგია, როცა არავინ არ გჭირდება, მაგრამ რა ვიცი, არ ვართ შვეიცარია, ან პატარა საქართველო ვართ იმ გეოგრაფიული მდებარეობით, რა გეოგრაფიული მდებარეობითაც ვართ და ჩვენ აუცილებლად გჭირდება მოკავშირე და მე მინდა პირადად ეს მოკავშირე იყოს ისეთი ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, სადაც ჩადრის დაფარებას არ დამაძალებენ, თუ მე არ მინდა და სადაც ჩემი ქვეყნის ლიდერები ტერორისტული დაჯგუფების ლიდერების გვერდზე არ იდგებიან.